დავიჭით აქეთ და იქით. აღარ გინდა თქვენ ის თვითონ იმას იძლევა. რა ხან მოხსნა თავი. ბიჭო თუ დაგიედა და რა ვიცი რა გასულიყო. ვიდა რა. არა ის მალე შედი. აი გრაბე მithmet მოდა ჩარდა. აი. უნახე. დიახნაია ფანჯიკიზე რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაასაფლავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და ჩვენ საშუალება გვაქვს გავეს თავშეჩას და იქნება ქალბატონია პირველი ministrები თქვენ მოგეხსენებათ ჩვენი ისტორიის კანდიდატებს ჯერდა დაგორებიცის პარლამენტმა ამიტომ პირველი პროცედურები იქნება რომელსაც გავაკეთებთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ რომ კოალიციაში არის ჩამოყალიბებული ჯგუფი რომელიც არსებული მთავრობისგან ძალების გადაბარების საკითხებზე მსჯელობს. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება უდიდეს საფსაათზე და ძალიან ბევრი რამე სწორედ ასეთი დეტალები მათ შორის გაიმართება. ამიტომ ჩვენ დაველოდებით იმ შეთანხმებას, რომელიც მოხდება ამ ჯგუფების შეხვედრაზე, ისიც რომ მოხდეს მოწესრიგო გადაბარება. მაგრამ როგორც მომავალი მინისტრი, თქვენ რას თვლით, რომ მე შეიცვალოს საგარეო უწყებასთან? მე 2 წელია, 2 წელიწადზე მეტია საგარეო უწყებასთან შეხება არ მქონია. მე ვიცი რა უნდა შეცვალო მაშინ, როდესაც ვეძებდი ამ უწყებას. ეხლა პირველ რიგში რასაკვირველია და შესაძლებელი საფრთხის პროცედურა, გვარის რამეცდება. მე ძალიან მეზობე აღარ ვიცი, პირველი ეტაპი იქნება როდესაც ეტაპი ძალიან სწრაფად ჩაივლის, გაცვლის ეტაპი, რომელშიც გამოიკვეთება არის თუ არა რამე სამინისტროს ფუნქციონირებაში შესაძლებელი. თქვენ ალბათ გაინტერესებთ საგარეო კურსის შესახებ, ამასაც გულისხმობს ალბათ თქვენი შეკითხვა. საქართველოს საგარეო ვექტორი არ შეიცვლება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართული ხალხის არჩევანი. მე 16 წელი ვიმუშავე დიპლომატიურ სამსახურში და 16 წლის მანძილზე ეს იყო ჩემი მუშაობის ძირითადი თემა, ამიტომ თქვენთვის ალბათ ბუნებრივია, რომ ჩემთვის ეს თემა ძალიან ბუნებრივია და ძალიან სასიამოვნო ამ საკითხებზე მუშაობაში დაბრუნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ისევ რასაკვირველია იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მასთან კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთობა. მეზობლები ჩვენი არ უნდა დაგვაწყდეს, ახლა და შორეული სამეზობლო არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია თქვენს გაინტერესებთ ალბათ რუსეთის შესახებ, რუსეთთან აუცილებლად უნდა დაიწყოს რაღაცა სახის ურთიერთობა. პრობლემების მოგვარება არ იქნება 1 და 2 დღის საქმე, შეიძლება ამას წლები დაჭირდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საერთო ინტერესების სფეროები უნდა გამოიკვეთოს და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. რადგანაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა იქნება შეუძლებელი რუსეთთან ურთიერთობის გარეშე, მაგრამ ამავე დროს რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სამი საელჩო და საქართველოს ტერიტორიის 20%, რომელიც ახლა არის ოკუპირებული, არასოდეს არ გახდება საკითხი, რომელზედაც შეიძლება რაღაცა კომპრომისი იყოს საქართველოს მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება საქართველოს პრიორიტეტად, ნებავთ საგარეო, ნებავთ შიდა საკითხებში. თუ არ იქნება კომპრომისი, როგორ აპირებთ რუსეთთან ამ ურთიერთობების აღდგენას და იგეგმება თქვენ თქვენი ვიზიტი თქვენს კოლეგასთან, მის კოლეგასთან? არანაირი ვიზიტი არ იგეგმება. პირველი ვიზიტი, რომელიც განხორციელდება პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება ვაშინგტონში, ეს განცხადება უკვე არის გაკეთებული. ჯერჯერობით სხვა არანაირი ვიზიტი არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი შემოთავაზება არის ევროპული ქვეყნებიდან, ხოლო თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ამისი კონკრეტული წარმოდგენა არსებობს. ამ კონკრეტულ გეგმაზე მე ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია ლაპარაკი, მით უმეტეს რომ მე ჯერ ამ პოსტზე არ ვარ გამტკიცებული, მაგრამ ეს არ იქნება იგივე პროცესი. ეს ბევრჯერ აღნიშნა კოალიციის ლიდერმა და ამას რასაკვირველია აბსოლუტურად ვიზიარებ. ეს შეიძლება გახდეს წლების სამსჯელო თემა და წლების მანძილზე სამუშაო საკითხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუშაობა ამ მიმართულებით აუცილებლად მართლაც.
ესეთი არის მაია ფანჯიკიძის პოზიცია.